მოკლედ დღეს მინდა შემოგთავაზო ერთი სრული მთლიანი ტატუ არტისტის დღე ვლოგის სტილში და შეგიძლია წავამყვე და სტუდიის ყოველდღიურობასაც გაჩვენებ. წავედით. დღეს ვნახოთ საცობები როგორ იქნება. ეს არის შაბათი. დღეს გაჩვენებ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს სამუშაო დღეში და ყოველი დღე ერთმანეთს არ გავს, რა თქმა უნდა, და ეს არის ამ პროფესიის ხიბლი, ასე ვთქვათ. დღეს მეყოლება მოსწავლე და მე გაჩვენებ აუცილებლად ხატვის პროცესებსაც. ხო და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ესეთ სტილში, იმიტომ რომ ვლოგის სტილში ვიდეო არ დამიდია ამ ჩანელზე ჯერჯერობით და თუ იქნება გამოხმაურება, შესაბამისი და მოწონება, მე კიდე დავდებ ხოლმე ასეთ ვიდეოებს. ასე რომ შეგიძლია გამოიწერო და ლაიქო. ასევე შეგიძლია ნახო პატრეონი, რომელიც მიბმული იქნება ამ ვიდეოზე და თუ ხარ დაინტერესებული ტატუ არტისტის პროფესიის შესწავლით, მაშინ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავ იქ. ხშირად გადადებული. ეს არ ჩანს მოტოციკლი? სხვათა შორის ჩემ მარჯვენა სარკეც არ ჩანს. მაგრამ it's okay. ყველა. არა, გეტყვი. არა, ვიტყვი, გეტყვი. ხო და ნახე, საქართველოში ტატუ არტისტობა არის მარტივი საქმე. რატო? ტატუ არტისტს პირველ რიგში ჭირდება მოთმინება. ანუ მოთმინება თუ არ გაქვს, ვერ დახატავ კარგ ტატუს, ხო? შესაბამისად, ეს ჩვენი საცობები იმდენად აწრთობს მოთმინებას და მოთმინების კუნთებს, რომ მაგაზე პრობლემა არ გვაქვს. სტუდიის შესახებაც რო თქვა რამდენიმე სიტყვა. ეს სტუდია გავაკეთე მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და უკვე ოპერირებს წინა წლის მარტიდან. მოკლედ, ამ მომენტში დაახლოებით 12 ადამიანი მუშაობს, არის დასაქმებული სტუდიაში და ამ სტუდიის მთავარი მუღამი, როცა ჩაფიქრებული მქონდა ამ ყველაფრის გაკეთება, ის იყო, რომ დავხმარებოდი დამწყებ არტისტებს და მიმეწოდებინა ისეთი სივრცე, სადაც მათ შეეძლებოდათ განვითარება, თავიანთი კარიერული ნაბიჯების გადადგმა, პირველი ნაბიჯების და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სტუდიამ თავის მიზანს მიაღწია ნამდვილად და შევქმნით ისეთი გარემო, სადაც ბევრი არტისტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შემდეგი 5-10 წლის მანძილზე ვიხილავ დიდ სცენაზე, ასე ვთქვათ, შეუწყო ხელი, რომ გადაედგა თავისი პირველი ნაბიჯი და ნაბიჯები. გარდა ამისა, სტუდიაში ჩატარდა დღემდე უკვე ძალიან ბევრი მასტერკლასი, იყო სივრცე და არის სივრცე, სადაც შეიძლება გაიცვალოს სხვადასხვა სკილები და უნარები. ვფიქრობ, სამომავლოდ ამ იდეის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეიძლება ცოტა უფრო განსხვავებულ სივრცეებში. მოვედი სტუდიაში და მოვიდეთ ახლა. ესეც ეს. მოვედით. ერთი წელია რეზიდენტი ხარ და რას ეტყვი ხალხს? ხალხს რას ვეტყვი? პოტენციურ არტისტებს თუ კლიენტებს თუ ყველას ზოგადად. გარემო არის ძალიან მეგობრული, საერთოდ ვერ იგრძნობს აქ მოსული ვერანაირი პოზიციის მქონე ადამიანი, რაიმე დაძაბულობას, რაიმე ნეგატიურ ენერგეტიკას, ასევე საკმაოდ არატოქსიკური გარემო არის, რაც ძალიან სასიხარულო არის ყველასთვის. მადლობა. ხო, დაგვეთანხმები. შინაურული გარემო არის, რაც კაია და უფრო დიდი პლუსი ისაა, რომ ქაოსი არ არის. ხატვის დროს ნაკლებად ხდება ხოლმე რაღაცა ხმაური ან რაღაცა ეგეთები და კონცენტრირებული უფრო ხარ ხატვისას. ეს კარგია. ბევრი ხალხი არ გაწუხებს. რიგში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომა, ყოველდღიური. მარტო არტისტობის და რაღაც ადამიანზე მუშაობის გარდა სხვა მხრივ ხატვა, აკადემიურიც და ჩართულობა სოციალურ ქსელებში,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი გეგმებსაც ყველაფერი ამას შედის და ამას მოიცავს, რომ ყოველდღიურად უნდა დავკავდეთ ხატვით, გინდ ტყავზე, გინდ ადამიანზე მომხმარებელზე. ან დისციპლინა არის იდეაში. არის, ხო. აუ, არ ვიწერდი. Sorry bro. აუ, რა წარიწერდი არა მაგარი. მიდი მირეპე კიდე ერთი. მიგითხე და გავრეპო ყად. რა სად იყავი? რატო დააგვიანე? რატო დააგვიანე და გუშინ დახას კონცერტზე ვიყავი, მე ბარში გავედი და როსაც დავიძინე დილით ტოსტი ვჭამე, რომ ჯანმრთელად და ჯანსაღად ვიყვებო და დავაგვიანე მაგით. ოჩახ. კაი, იცი რა მითხარი? ეხლა აქ მკითხე სხვებსაც და აი სტუდიაზე რა სიტყვი? ჩვენ სტუდიაზე და სტუდია დაახლოებით 150 კვადრატია, შემოსასვლელი აქვს ქუჩიდან. რავი, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, რაც ამ სტუდიაში ამოვედი, მეგობრული გარემო, პროფესიონალიზმი და просто დაგვიანებაზე ჭირდება უფროსი. მე შენ უთხს გვაჩვენებ? კი, გაზო. წამო. Nice. ეს არის შენი სამუშაო სივრცე? კი ბატონო, ეს არის ჩემი შექმნილი პოსტერები, ჩემი დიზაინით, აქეთ მუშაობ. მე იქით სამუშაო მაგი და ოკეი. შენიერი. კაი სივრცე გაქვს, ხო? კი, კაბინეტი მაქვს, რა ვიცი. Nice, მადლობა. შიო? კი, მე აქეთ ანასტასიას ლაზერით შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ ეს არ არის ნაშთი. ხეს ვერ ვნახოთ. დათო იწყებ მუშაობას უკვე. კონვენციაზე დასწრების ძალიან დიდი პლუსი, არამონაწილეობის დასწრების ძალიან დიდი პლუსი არის, რომ ამ პროფესიისთვის მთავარი ბერკეტი რაც გაგაჩნია, ეგ გამოიყენო და ეს არის შეკითხვების დასმა. არასდროს არ უნდა აყვე ეგოს, არ უნდა მოусმინო შენს ეგოს და შეკითხვები უნდა დასვა რა. მოკლედ დამწყები არტისტებისთვის მექნება რჩევა, რომ არ უნდა დაანებონ თავი ხატვას არავითარ შემთხვევაში, იქნება ძალიან ბევრი პრობლემა, თუმცა მე ერთი ძალიან კარგი მაგალითი მაქვს იმისთვის, რომ мотивация მივცე დამწყებ არტისტებს. პირველი ის არის, რომ ტატუ მომცა ყველაფერი დღეს რაც მაქვს, უკვე 4 წელი ამ სფეროში ვარ და ის მეგობრები, ურთიერთობები, ყველაფერი აბსოლუტურად რაც დღეს გამაჩნია, ყველაფერი ტატუ მომცა. და ამიტომ მიყვარს ეს სფერო. თუ თქვენ არ დანებდებით და მიყვებით ბოლომდე ამ საქმიანობას, თქვენს აუცილებლად დაგიბრუნებთ ეს სფერო ამაგს, გიორგი, ამაგს, ხო? კი. და უფრო და უფრო მაგიტომ მიყვარს ეს ჩემი პროფესია. ამის გარდა არასდროს არ მიმუშავია და ბედნიერი ვარ, რომ თავიდან ბოლომდე ამ სფეროში ვარ. და თუ დაიწყებთ რაღაც გაკეთებას, ბოლომდე იმ საქმეში იყავით ჩართული და ყურადღება სხვაგან არ გადაიტანოთ. იმიტომ რომ შემდეგ რთული ხდება რაღაცეები, როცა სხვა რაღაცაზე გადაგაქვს ყურადღება. მაქსიმალურად ვეღარდებ შენს შესაძლებლობებს ამ სფეროში. პრიორიტეტებზე მოვიდეთ. კი ბატონო, აი ეგ არის რა. მე ახლა აღარ მცალია. მივდივარ. აღარ შემაწუხოთ რა თუ შეიძლება რა ახლა. ის კი არა ვარ რაც. Bye. ამის შემდეგ დაგეგმილი მქონდა ვარჯიში და აქ ვნახე ჩემი ჯიმბროები და აქ იდეაში რაღაცას წერთ და ვამბობთ, მაგრამ სამწუხაროდ ხმა ვერ ჩავიწერე. აქაც ანალოგიურად, თუმცა ესე იგი გასახდელის კადრები მაქვს და სახეზეც ეთყობა ამ ადამიანს დიდი გაურკვევლობა. ეხლა ვიწყებ ვარჯიშს და დღეს მაქვს ფეხის დღე. ტატუ არტისტის პროფესიაში მთელი დღე რო ზიხარ, ძალიან ცუდია მოკლედ. როგორც მთლიანი ენერგიისთვის, ისე ზოგადად ფეხის დღე არის სახისადრო. მაგრამ თავარი მუღამი ეგ არის რა. Просто თავი არ უნდა დაზოგო. მაგრამ ღირს. როგორც ყველაფერი. ანუ თუ პროგრესი გინდა იდეაში მოფუძნებელია უნდა გახვიდე რა. თავარი მუღამი ეგ არის.
იმედი მაქვს რომ მოგეწონა დღევანდელი ვიდეო და თუ მოგეწონა დალაიქე, გამოიწერე არხი და მსგავსი ტიპის ვიდეოებს კიდე შემოგთავაზებ. რა თქმა უნდა, კომენტარებში თუ დაწერთ, ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ კომენტარებიდან ვიგებ ხოლმე ძირითადად აზრებს, რას ფიქრობს ხალხი და რისი გაუმჯობესება შეიძლება სამომავლო ვიდეოებში. ასე რომ, დროებით.